მოგესალმებით, დღეს მინდა ჩავწერო ვიდეო და გაგაცნოთ ზონების განხილვა ბედის მატრიცაში. ეს დაეხმარება როგორც მოყვარულებს, ასევე ბევრ სპეციალისტს, დამწყებ სპეციალისტს. მაშას ეს არის ბედის მატრიცა, ცოტა რამ ვიცი. პირველად ჩართო ეს ვიდეო ამ თემასთან დაკავშირებით და საერთოდ წარმოდგენა რა არის ბედის მატრიცა არ იცის, სულ ცოტა რამ მასზე. ბედის მატრიცა ეს არის ჩემი აღმოჩენით ზუსტად საიდუმლო 3-6-9-ისა, რომელიც ასრულებს ყველა საიდუმლოს. და რაში მდგომარეობს ეს საიდუმლო, ეს აღმოჩენა. ყველა ადამიანს გვაქვს 3 თარიღი დაბადების, ეს არის დაბადების რიცხვი, თვე და წელიწადი და ამ 3 რიცხვით დგება ბედის მატრიცა, სადაც ჩანს 6 პირადი კარმა და 9 სრული კარმები საგვარეულოს ჩათვლით და თუ ამ კარმებს დაამუშავებს, დაწვავს, პლუსში გადაიყვანს, განავითარებს და ასე შემდეგ, როგორი სიტყვაც გინდათ შეუთავსეთ, მაშინ ამ ადამიანის ცხოვრება იქნება ნაყოფიერი, სრულყოფილი, იქნება ბედნიერი, ჰარმონიაში თავის თავთან და ყველა სურვილი, რაც შინაგანი გულიდან ამოდის, სულიდან ამოდის, ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, აუხდება, აუსრულდება. მაშასე ეს არის ერთ-ერთი ადამიანის, სპეციალურად გითხრათ, არ ვიცი ვისია, უბრალოდ ნახე ამობეჭდელი, ასე ვთქვათ, ამობეჭდა ერთ-ერთი ზოგადად ადამიანის ჩავწერე თვე, რიცხვი, წელი და მისი ბედის მატრიცა. აი ესეთი ფორმა აქვს ბედის მატრიცას და პირველი რითინაც იგება, ეხლა მე აგებას დღეს არ ვიხებით, არ ვსწავლობთ. პირველი ენერგია ეს არის დაბადების რიცხვის ენერგია. ამ შემთხვევაში ჩანს, რომ ეს კონკრეტული ადამიანი დაიბადა აი აქ 7 რიცხვში. 7 რიცხვში. აი ეს ენერგია, აი პირველი ენერგია, ესე დავუსვათ ხაზი, რომ შესამჩნევი გახდეს, ანუ ის რიცხვი, რომელშიც ჩვენ დავიბადეთ, მიანიშნებს ჩვენს, ასე ვთქვათ, გარეგნულ სახეს. ანუ ვინ ვართ ჩვენ, ჩვენს რესურსს, რას ნიშნავს ვინ ვართ ჩვენ. ნახე, ჩვენ ვატარებთ, ხო, ვართ რაღაცა შინაგანი, აი რასაც გრძნობთ, ვინ არის ჩვენი სული, მაგრამ არის რაღაცა ნაწილი, რომელსაც ვამჟღავნებთ, რომელსაც ხედავს ყველა ადვილად, შეიძლება შეცდომით, შეიძლება მართლა ასეთები ვართ, მაგრამ ჩვენ ამას ვამჟღავნებთ. ჩვენ ესე აღვიქვავს, ხო, ადამიანები, განსაკუთრებით აი პირველად ახალი გაცნობილები, ხო, ვინც ძალიან ახლოს არ გვიცნობს, აი ეს არის ზუსტად როგორ აგვიქვამენ ჩვენ. ანუ ის ნაწილი, რომლის, ასე ვთქვათ, ჩვენებას პუბლიკისთვის ვახერხებთ, არ გვეშინია და ნებას ვრთავთ, რომ ეს გამოვამზეუროთ. აი ზუსტად ეს არის. სულ არის ბედის მატრიცაში 22 ენერგია და დაბადების რიცხვები ვიცით, რომ არის 22 რიცხვზე მეტი, ამიტომ თუ ადამიანი დაიბადა 23-ში ან მასზე მეტ რიცხვებში, ან 23-დან 31 რიცხვის ჩათვლით, ამ შემთხვევაში იკრიბება რიცხვები და მათი ჯამი არის ეს პირველი რიცხვი. ხოლო 22-მდე რჩება ისე, როგორც დაიბადა ის. ნუ ამ შემთხვევაში 7-ში ადამიანი დაბადებული, ან სხვა მაღალ რიცხვში, რომლის ჯამიც თაც მიიღეს 7-იანი. და ეს არის, ასე ვთქვათ, რესურსი, ასევე რა არის ის ძალა, რომლითაც მოძრაობს, ხო, რა შესაძლებლობები აქვს ადამიანს. ამ შემთხვევაში აქვს 7-იანი, ხედავთ და 7 არის ლიდერული, თუმცა გვაქვს ბევრი ლიდერული, რამდენიმე ლიდერული ენერგეტიკა, მაგრამ ეს ლიდერობაც გამოირჩევა, განსხვავდება ერთმანეთისგან და ამ ლიდერებსაც აქვს სხვადასხვა თვისებები. ამ შემთხვევაში ეს არის ლიდერი, რომელსაც სჭირდება პატარ-პატარა მიზნები, აუცილებელია მისთვის მიზანი, ყოველთვის უნდა გქონდეს ეს რაღაცა დასახული, იმიტომ რომ ეს არის მეომრის, მებრძოლის ენერგია და აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს, გავიდეს ამ ენერგიაში. ბოლოში ოღონდ არ უყვარს ამ 7-იანს მარტო სვლა, მარტო გამარჯვება. ეს არის გუნდური ლიდერი,
გუნდი, მას შეუძლია აიყოლიოს მთელი გუნდი, რაღაც ადამიანების ჯგუფი და მიიყვანოს რაღაც მიზნამდე. აი ეს არის ამ ადამიანის რესურსი და ამ ადამიანს, როდესაც გაიცნობთ ესეთ ადამიანს, შეგიძლიათ დააკვირდით, ვინც 7 რიცხვშია დაბადებული, იმ ადამიანებს ასევე 25 რიცხვში დაბადებული ადამიანებიც. 7-იანები არიან, შეგიძლიათ დააკვირდეთ მათ და არის თუ არა ესე იგრძნობა თუ არა მასში ეს ქარიზმა, უყვართ თუ არა. მოდი შევიკრიბოთ ეს გავაკეთოთ, მოდი შევიკრიბოთ იქ წავიდეთ, მოდი შევიკრიბოთ და რაღაცა ბიზნესი გავაკეთოთ. აი ესეთი ტიპაჟები თუ არიან, თუ უყვართ მოძრაობა, გადაადგილება, მოგზაურობა, არ უყვართ ესე ვთქვათ ერთ ადგილას ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა და იქ მოღვაწეობა, ხო, სულ უყვართ ეს გადაადგილებები, ესეთი მოძრავი საქმე, სამუშაო, ხობიც ესეთი აქვთ, ხო? ანუ ერთ ადგილას მაგალითად ჯდომა წიგრის კითხვა არ არის 7-იანების ხობი, ამათი ხობი არის უფრო მოგზაურობა, სიარული, მანქანები, რალი, სისწრაფე. შეგიძლიათ მომწეროთ კომენტარებში. შემდეგი არის კიდე ვინ ვარ მე ისევ და ისევ ვინ ვარ მე, როგორი ვარ მე, ან ვინ არის ის პიროვნება, ვის ბედის მატრიცასაც ვნახულობთ, ოღონდ შიგნით მისი ღრმა სულიერი არსება, მდგომარეობა, რომელსაც არ გამოხატავს, ეს რაღაც არის დამალული, მყუდრო, ძალიან ძვირფასი მისთვის, მნიშვნელოვანი და აი ასეთად ხედავენ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან ახლოს და კარგად იცნობენ მას. აი ძალიან კარგად რო იცნობ, რო იტყვიან ისეთ გამოთქმა რო არის მოხარშულსაც ვიცნობ, აი ესეთი ადამიანები იცნობენ ხოლმე ამას. აი ამ შემთხვევაში ეს არის აი ეს ცენტრი, აი ეს ცენტრალური ნაწილი, რომელიც არის, ნახეთ, როგორც მზე, ფერი წყვითელი აქვს, არის ცენტრი, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად ის შიგნითა წერტილი, ანუ შიგნითა არსება, დაფარული, ჩვენ ვინ ვართ სინამდვილეში, სულიერი, ჩვენი სული ვინ არის, ეს ენერგია არის და ნახეთ, აი ამ ადგილიდან, წერტილიდან არის როგორც სხივები, აი ისე გასული ყველა კარმაში ეს ენერგია. გარდა იმისა, რომ ეს ენერგია გვაჩვენებს, ვინ ვართ ჩვენ სინამდვილეში, ასევე გვაჩვენებს ეს და ფერითაც მიმანიშნებელი არის, რომ ეს არის ჩვენი მანიპურა ჩაკრა, რომელიც მდებარეობს კუჭი, სადაც აგვაქვს აი იმ ადგილას და მე ვამბობ ხოლმე, რომ ეს ჩაკრა, მანიპურა ჩაკრა, ქართულად ქვია მზისწმული. ძალიან ლამაზი სახელი და მართლა მზესავით არის. ნახე მზისფერი და მზესავით ეს სხივები გადის ყველგან, ყველა ენერგიაში. და მანიპურა ჩაკრა ვამბობ ხოლმე, რომ ეს არის თქო ემოციების გადამამუშავებელი ქარხანა. და მანიპურა ჩაკრა ეს არის რა მინდა მე, რა მსურს მე და საერთოდ რატო დავიბადე, რა მინდა გავაკეთო, რისთვის მოვედი, სად მსიამოვნებს, რისი კეთება მიყვარს, ანუ სად ვარ ისე როგორც თევზი წყალში, რა არის ჩემი აი მისია, საით მიიწევს ჩემი სული, ხო, საით მიდის, რისკენ მიილტვის. ეს ყველაფერი არის ზუსტად აი ეს წერტილი, რომელიც ხდება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოთვლით, აი ეს თუ ჩანს პირდაპირ და არის დაბადების ეს რიცხვი, აი ეს მზისწმული კომფორტის ზონა ქვია ბედის მატრიცაში, არის ხოლმე გამოთვლით მიიღება ეს წერტილი. რაც შეეხება კიდევ მინდა დავამატო მანიპურა ჩაკრაზე, რომ პურა სანსკრიტულად ნიშნავს ადგილს, სადაც უნდა გადამუშავდეს საკვები. აი ეს სიტყვა ამას ნიშნავს და ენერგეტიკულად, როგორც თქვი, ეს არის ჩემი ეგო, ოღონდ კარგი გაგებით. რა არის ეგო? ანუ მე მინდა, მე მსურს
და თუ ადამიანს ეს ეგო აქვს დაშლილი, ანუ თუ არაფერი არ სურს, ესე იგი გამოდის, რომ მას უკვე ძალიან ღრმა დეპრესია აქვს და ანუ არასიცოცხლის უნარიანია. ამიტომ ყველა ადამიანისთვის ძალიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი არის ეს მანიპურა ჩაკრა და როდესაც აი ეს გავიაზრე და პურა სანსკრიტულად რო ნიშნავს საჭმლის გადამუშავებელ წერტილს ადგილს ზუსტად ამ ჩაკრას მაშინვე გამახსენდა ქრისტიანების ლოცვა და ქართულ ენაში არსებული სიტყვა პური და მე მინდა ახლა ეს ჩემი გააზრებულობა გადმოგცეთ ხომ ვამბობთ ჩვენ მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავს სახელი შენი მოვიდეს სუფევა შენი იყავნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა მოგვეც პური ჩვენი არსობისა და აქ მინდა ვთქვა რომ ამ შემთხვევაში არ არის ლაპარაკი პურზე საკვებ საშუალებებზე აქ არის სულიერ საზრდოზე ენერგეტიკულ საზრდოზე რომ ჩვენ მივიღოთ ემოციები და ჩვენ გვინდოდეს რაღაცა აი ეს სასიცოცხლო ენერგია ანუ სასიცოცხლო სურვილი მოგვეციო ამაზე არის ეს ლოცვა ალბათ ასე მოკლე ვიდეოსთვის გასაგებად ავხსენი რამდენად მნიშვნელოვანი ენერგია არის ეს. ანუ ადამიანი როგორი არის ჩანს აი ამ ორ ენერგიაში დაბადების რიცხვში და გამოთვლის მიხედვით მიღებულ კომფორტის ზონაში და ეს უნდა შეჯამდეს. პირველი გვაძლევს რესურს, მეორე სურვილებს. რა გვინდა საით მივიღწვით, ვინ ვართ. აი ესე ვთქვათ, მოკლედ ეს ძალიან მოკლედ, თორე ამაზე უსასრულო შეიძლება ლაპარაკი. შემდეგი მნიშვნელოვანი წერტილები, რაც მინდა გითხრათ, მოდი ისევ დაუბრუნდეთ დაბადების თარიღს და აქ ჩანს ძალიან საინტერესო, აი ამ ადგილს პირველ ასე ვთქვათ მონაკვეთს ქვია ბავშვობისა და მშობლების კარმა. და ძალიან საინტერესო ინფორმაცია ჩანს აქ. აი მეორე რიცხვი რომელიც ისევ და ისევ გამოთვლით ხდება, ეს აქ ხედავთ რას ვითხოვდით ჩვენ მშობლებისგან და მესამეში როგორები იყვნენ ისინი. და მეორეს მხრივ ჩანს ჩვენი მშობლები როგორ აგვიქვავდნენ ჩვენ და როგორ ანუ ჩვენ როგორ აგვიქვავენ, ჩვენ როგორ აგვიქვავთ ამ მშობლებს და რას მოითხოვენ მშობლები ჩვენგან. რას მოითხოვდნენ. აქ ნახეთ როგორი ერთნაირი ენერგია რას მოვითხოვ მე ჩემ მშობლებისგან და ისინი როგორ მხედავდნენ მე. როგორ ვხედავ მე ჩემ მშობლებს და როგორ ხედავდნენ ჩემ მშობლები მე. და როდესაც ადამიანი იზრდება და უკვე მასაკშია რომ მას ყავს შვილები, ზუსტად იგივე ენერგია აი აქ ჩანს რომ ჩემთვის ვინ არიან ჩემი შვილები და როგორ ვხედავ მე ჩემ თავს, როგორც მშობელს. ხო, ეხლა ნახეთ როგორ აღიქვება ეს ყველაფერი. ნახეთ, ამ შემთხვევაში გვაქვს 5-იანი და 16-იანი. ნახეთ, ეს ადამიანი 16 არის ძალიან ასე ვთქვათ სულიერი ენერგია არის, საკმაოდ მაღალვიბრაციული ენერგია არის და თუ მშობლებს კარგი ურთიერთობა ქონდა ამ ბავშვს მშობლებთან, დადებითად გაიხსენებს, მაშინ იტყვის ეს ბავშვი აუცილებლად, რომ ჩემი მშობლები იყვნენ აი ესეთი ადამიანები, რომ რაც არ უნდა დანგრეულიყო, რაც არ უნდა სტრესი ყოფილიყო, რაც არ უნდა კრიზისული სიტუაცია ყოფილიყო, მაინც ნახულობდნენ იმას, რომ ჩვენ ყოფილიყავით კარგად, გვეთქვა, რომ ეს არ აუშავს, ცხოვრება გრძელდება და დაენახა ამ ნანგრევებში რაღაც კარგი, ანუ სასოწარკვეთილება არ მოეტანათ ჩვენამდე, პირიქით რაღაცა გზა გამოეძებნათ, აუცილებლად სიბნელეში აინთოთ შუქი, სანთელი, ეკონათ სარკმელი და გავსულიყავით. დადებით შემთხვევაში ესე დაახასიათებს, ასე ვთქვათ, ეს ადამიანი თავის მშობელს, მაგრამ თუ მას ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, იმიტომ რომ თითოეულ ენერგიას აქვს მინუსი და პლუსი და ამ მინუსსა და პლუს შორის არის უზარმაზარი კორიდორი, მაშინ ეს ადამიანი ესე დაახასიათებს თავის მშობლებს, რომ არაფერი არ მოსწონდათ, ყველაფერს უშლიდნენ, ყველაფერში ცუდს ხედავდნენ, არაფრის იმედი არ ქონდათ, მათ შორის ჩემიც, სულ ხედავდნენ ცუდს, ორიენტირებოდნენ ცუდზე, ასე ვთქვათ,
სიტყვაზე თუ მივიღებდი 8-იანს, განა კარგს დაინახავდნენ, ანუ რატო 8-იანი საშუალო ციფრია მაინც და ვინა კარგია, რომ კარგად რაღაცა, პირიქით იმას დაინახავდნენ რა არ ვისწავლე. ან თუ რაღაცა გავაკეთე, ხო, დავხატე, დაინახავდნენ აუცილებლად იმას კი არა, რომ აი რა კაი რაღაცა დავხატე, ანუ მაგრამ რა გავაკეთე ცუდად და ასე შემდეგ, ანუ ნეგატივ ასე დაინახავდნენ. რაც შეეხება 5-იანი, აი ნახე, რას მოელოდა ეს ადამიანი თავისი მშობლებიდან, აი ეს იქნებოდა რაღაცა ცოდნის მიღებას, განათლებას, ავტორიტეტს, სიწესრიგეს, ხო, რაღაცა ესე ვთქვათ ნიშნულოვანი ადამიანები უნდოდა რომ მას ყოფილიყო ეს მშობლები და იყვნენ კიდევაც, ხო, როგორც ვთქვი, დადებით შემთხვევაში. მაგრამ თუ არ ყოფიჩი, მაშინ ამ მშობლებმა ანუ ეს მშობლები მოიტანდნენ მათთან არეულობას, ქაოსს, ჩაკეტილობას, ცოდნის არ გაცემას, არ გაზიარებას, არანაირი როლი არ იქნებოდათ ამ ადამიანის განვითარებაში და ასე შემდეგ. და ამ ადამიანის მშობლები როგორ აღიქვავდნენ, თუ ანუ რა კაი ბავშვი იყო, ხო, ასე ამბობენ ხოლმე მშობლები, მაშინ დაახასიათებდნენ, რომ აი სწავლის წყურვილი ქონდა, სურვილი ქონდა, წესრიგიანი იყო, ძალიან მოწესრიგებული იყო, ლიდერული თვისებები ქონდა. ეს ძალიან მოკლედ ვამბობ, ხო, ესეთ ახასიათებას და თუ იტყოდნენ, რომ ისეთი აღტანელი ბავშვი იყო და საზიზღარი და რთული ბავშვი იყო, მაშინ დაახასიათებენ ესე, რომ ეს ადამიანი იყო ცოტა არ იყოს ზღუდავდა სხვების უფლებებს, ხო, რაღაც არაფრის საშუალებას არ გვაძლევდა, თავისუფლებას გვიზღილდავდა, თავის ჭკუაზე გვატრიალებდა, უწესრიგო ქონდა ოთახი, ეზარებოდა მეცადინეობა, თუ რამეს ისწავლიდა არ ყვებოდა სკოლაში, აი ესე დაახასიათებდა ამ ადამიანს მშობელი კარგ შემთხვევაში და ცუდ შემთხვევაში. რაც შეეხება, მე ვთქვი, რომ როდესაც შენ ხდები მშობელი, ისევ იგივე ენერგიებს ამუშავებ და ეს ასეა, რა გვაქვს შაბლონი, რაც გვაქვს, ხო, ამას ეს გადმოგვაქვს პირდაპირ, როგორც იყვნენ ჩვენი მშობლები, ზუსტად იგივე კალკა გადმოგვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ეს ვიცით და არ ვიცით სხვანაირი. უბრალოდ ან გადმოგვაქვს თუ მოგწონს, გადმოგვაქვს და ვაგრძელებთ პლუსში, ანუ ვიღაცას არ მოსწონდა და გადაიყვანა ეს ენერგია პლუსში და გახდა კარგი, ყოთ იგივე ენერგიაში, სხვა ენერგიაში ვერ გადავა, ან აგრძელებს, ხო, მაგალითად ვიღაცას ცემდა თავის შვილებს და აქედან ერთი ბავშვი იტყვის, რომ აი ძალიან ცუდი იყო და ის პირიქით არცებს და ზედმეტ თავისუფლებას მისცემს, პლუსში გადავა, ჰიპერ პლუსშილება გადავიდეს და აი მართლა ზედმეტი თავისუფლება თავხედობის დონეზე მისცეს შვილს, მაგრამ იგივე ენერგიაში, ან იტყვის, რომ აი ეს ძალიან საჭიროც იყო, ძალიან კარგი იყო, რომ ასე კაცრად მეკცეოდნენ და იგივე გააგრძელოს, როგორც მშობელმა. ამის თქმა მინდა. ეხლა ჩვენ ენერგიებზე არ გვაქვს დღევანდელი, ასე ვთქვათ, ვიდეო, ამიტომ ამ თემას არ ვაღრმავებ, უბრალოდ მე მინდა ზონები გაჩვენოთ. ესაც შეეხება ბავშვის და მშობლის კარმას. ცხადია, ამ კარმის ენერგიებს ჩაწუდება კონსულტაციის დროს უნდა აუხსნას კონსულტანტმა კლიენტს, სადაც არის პრობლემა განიხილონ ის, გააცნოს ეს ენერგია როგორ გადაიყვანოს პლუსში და როგორც კი გადაყავს ეს ენერგია პლუსში, რეგულირდება, ჰარმონიაში გადადის. ასე ვთქვათ, ეს ურთიერთობა და ლაგდება ურთიერთობა მშობლებთან და ლაგდება ურთიერთობა შვილებთან. შეიძლება შვილები არ ყავდეს, მაგრამ ამ ენერგიებს თუ დაამუშავებს, უკვე შვილები როცა ეყოლება, არ ექნება მასთან პრობლემა. ასე ვთქვათ, ძალიან წინ წაწეული საქმეა ბედის მატრიცის დამუშავება. შემდეგი წერტილი, რაც მინდა ვთქვა, ეს უმაღლესი წერტილი, რაც არის, აქ ჩანს როგორი არის ჩვენი დამოკიდებულება უმაღლეს ძალებთან. ვისაც რა რწმენა აქვს, ზოგს სწამს ღმერთის, ზოგს ალლახის, ზოგს ბუდასის, ზოგს კრიშნასი, ზოგს მზის, ზოგს ანგელოზისკენ აქვს განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, სიახლოვე, ზოგს რომელიღაცა წმინდანისკენ და ასე და ასე შემდეგ. აი ამასთან როგორია ჩვენი დამოკიდებულება და ცხადია, ჩვენს
ცველ ანგელოსთან როგორი არის ჩვენი დამოკიდებულება ეს ჩანს. თუ ჩვენ ამ ენერგიებს ვამუშავებთ დადებითში, აი რო იტყვიან რომ ადამიანს ღმერთის წყალობს, ხო? აი რა კაი ანგელოზი ყავს და ხელი ემართება ყველაფერში, ესე მოხდება. თუ დააზიანებს ამ ენერგიას, ანუ მინუსში გადაიყვანს, ცხადია ჩაიკეტება ეს უმაღლესი გვირგვინის ჩაკრა და ზუსტად მისი კლასიკური მისი ფერიც არის, იასამნის ფერი ეს ჩაკრა. და ცხადია აი ეს მადლი ღმერთისგან შეზღუდება. ეხლა ამ შემთხვევაში აქ არის რვიანის ენერგია, ეს არის ერთი სიტყვით რა თქვა, კარმის ენერგია და თუ ეს ადამიანი ცხოვრობს კარმულად, ანუ რაც არის კარმის წესები, იმიტომ რომ რასაც მიზეზის შედეგისგან მოდის, შედეგი მიზეზისგან მოდის, რაც დავთესე ის მოვიმკი, რასაც გავუშვებ ის დამიბრუნდება და ანუ ამას სწორად გაატარებს თავის ცხოვრებას, ასე ვთქვათ, კარმულად, იფიქრებს, იაზროვნებს, იმოქმედებს, ხო? მაშინ, ასე ვთქვათ, მისი ანგელოზი ძალიან გაძლიერდება და ეხმარება მას ყველაფერში. ასე ვთქვათ. შემდეგი მის ქვედა წერტილი ეს არის აი ამ წერტილზეა ლაპარაკი, აი 7-იანი რო წერია ამ შემთხვევაში, ეს არის რა გავაკეთე ჩემს წინა რეინკარნაციებში, ჩემს წინა ცხოვრებებში, კარგად, რა ენერგიები ვიცი უკვე ძალიან კარგად, რა გამომდის, რა მქონდა დადებითში, რა იყო ეს ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი, რაც უკვე ძალიან კარგად ვიცი და ამ ცხოვრებაში მეძლევა ეს, რატო? რომ მოვახმარო ჩემ თავს უკვე საკეთილდღეოდ და ასევე სხვებს ხმარო, რომ ეს ენერგია დაამუშავოს და წამოსწიოს წინ. ამ შემთხვევაში ნახეთ და აკვირდით რესურსი და აი ეს წინა კარმებიდან წამოსული დადებითი ენერგეტიკა, რაც ამ ადამიანმა კარგად იცის, კარგად გამოსდის, ისე ფლობს როგორც ოსტატი, ეს არის 7-იანი ენერგია. და დიახ, ამ ადამიანს აი კარგად ჩანს, რომ გამოუვა კარგად ეს რაღაცა ადამიანების ნათელ წერტილში გაყვანა, მოდი ესე ვთქვათ, ხო? და ასე შემდეგ ძალიან ბევრი რაღაცა შემიძლია ვისაუბრო 7-იანზე, მაგრამ როგორც ვთქვი, ახლა არ გვაქვს ხო ენერგიების განხილვა და ეს აქვს მოკლედ წინა თავისი პირადი წინა ცხოვრებიდან წამოღებული, მაგრამ აი ეს ქვედა რაც ჩანს, ეს არის უკვე საჩუქარი, აი თავის ეს არის წინაპრების საგვარეულოს კარმები, ანუ ჩვენი წინაპრები ვინ არიან? დედის მხრიდან ბებია, ბაბუა და მათი მშობლები, ასე ვთქვათ, 7 თაობა და მამის მხრიდან ბებია, ბაბუა და მათი მშობლები. აი ესენი არიან წინაპრები და აი 7 თაობიდან ჩანს, ასე ვთქვათ, როდესაც დაავადებული იყო ადამიანი, რა გადაწყვიტა მისმა წინაპრებმა, რომ აი საჩუქრად რა მიეღო ამ ადამიანს და ამ შემთხვევაში არის 17 ენერგია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის, რასაც ის გააკეთებს, აუცილებლად იქნება პოპულარული, ვარსკვლავი, 17 არის ვარსკვლავური ენერგია და თავის საქმეში იქნება ძალიან დიდი ოსტატი. აი ამას აჩვენებს ეს წერტილი, რომ აი ძალიან იკაშკაშებს თავის სფეროში, ეს ადამიანი ძალიან ცნობილი ადამიანი იქნება. ვისგან წამოვიდა ეს კარმა, საიდან მოდის, ამაზე შეგვიძლია კიდე ცალკე გავაკეთოთ ვიდეო, იმიტომ რომ ეს კიდე სხვა თემაა, ძალიან სიღრმისეული, აი ზუსტად რომ დავინახოთ ამ გვარიდან, 4 გვარიდან, 4 გვარი რატო? იმიტომ რომ მამის გვარი არის ერთი, მამის დედის გვარი მეორე, დედის გვარი მესამე და დედის გვარი მეოთხე, 4 გვარია. აი ამ გვარებიდან რომლიდან წამოვიდა ეს საჩუქარი მისთვის, ბონუსი, ასე ვთქვათ, საგვარეულო საჩუქარი დაბადების დღისთვის, წამისთვის, წუთისთვის, შენთვის რო იბადებოდი, აი ესეც საჩუქარს გიკეთებს შენი გვარი. და ამ ადამიანს აი ესეთი საჩუქარი მისცა თავისმა საგვარეულო. თავისი დამსახურებით წამოიღო 7-იანი ენერგია, ანგელოზი ყავს 8-იანი ენერგიის, ხოლო საგვარეულო მისცა 17 ენერგია.
ეხლა მე მინდა გაჩვენოთ აი ეს წერტილი, რატო განვიხილავთ აი ესეთ ჯვარს, სწორ ჯვარს, იმიტომ რომ ეს არის პირადი ენერგიები და დღეს შევეხებით ამ პირად ენერგიებს. შემდეგი არის ეს განვიხილოთ, ეს არის უკვე ჯანმრთელობის კარმა და ფინანსების კარმა. აი ესე ქვია. რა ჩანს აი ამ ბოლო წერტილში? ამ ბოლო წერტილში ჩანს როგორ ცუდად როგორ ვექცეოდით. ნუ ვისაც დამუშავებული აქვს, მაგრამ ძირითადად უფრო რაღაცებს მუშავებთ ჩვენს სხეულს, მოკლედ ჩვენს სხეულს ჩვენ ჯანმრთელობას რა დაუშავეთ. რა ვავნეთ ჩვენს სხეულს და ასევე აქ ზუსტად ეს არის აი, როდესაც ნახეთ რა საინტერესო რაღაც არის, ჩვენ ადამიანები ვართ ხუმრობ ხოლმე, რომ ადამიანები ვართ მეთქი ნახევრად ღმერთები, იმიტომ რომ ვართ ფიზიკურ სხეულში, რომელიც მოკვდავია ადამიანური ნაწილი და ამ დედამიწური, კიდე დედამიწური სასიცოცხლო ძალაც არის ადამიანური და ქვედა ჩაკრები არის ეს, სადაც არის ხო მატერია, ფიზიკა, ანუ ჩვენი სხეული, შემდეგ მოდის აი მატერია ელემენტარული, რომ ვიარსებო, ვიყო, გაუმრავლდე, ზუსტად ქვედა ფესვი ჩაკრის ფუნქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან, იმიტომ რომ ჩვენ ვართ დედამიწის შვილები და აუცილებელია რომ ეს ფესვები გავიდგათ დედამიწაზე და ჩვენ გვინდა ძალიან სიამოვნება, სექსუალური ჩაკრა, იმიტომ ქვია რომ ეს ორგაზმი როგორც უმაღლესი სიამოვნება და არ ქვია სექსუალური ჩაკრა, მაგრამ ეს არის ნებისმიერი სიამოვნება, ის რაც აქ ჩანს, ფესვი ჩაკრა და სექსუალური ჩაკრა და ეს არის ასე ვთქვათ ადამიანური ჩაკრები და ადამიანური სურვილები და ასევე გვაქვს სული, რომელიც არის უკვდავი და ღვთაებრივი, რაც გამოიხატება ზედა ჩაკრებში, ხომ? ეს არის ხორხის ჩაკრა, როგორც არის მესამე თვალის საჭმელად ჩაკრა, ეს გვირგვინი ჩაკრა. ხო, ეს ყველაფერი და მატერიალური, ასე ვთქვათ, კეთილდღეობა, ხო, ფულის შემოსვლის ენერგია, რომ იყვნენ ფულის არხია დაკეტილი ან გახსნილი არის, ხო? ჩანს ზუსტად აი ამ ფესვი ჩაკრაში, ოღონდ ენერგეტიკულად როგორ ვექცეოდი მე წინა ცხოვრებაში. ანუ კიდევ ერთი რაღაცა წიწაწეული. რჩება, რომ როგორც ახლა ამ ცხოვრებაში მოექცევით თქვენს ხელს, ისევე გექნებათ ფული შემდეგ ინკარნაციაში, როდესაც კიდე დაიბადებით, ასე რომ შეგიძლიათ ეს რჩევა გაითვალისწინოთ და იზრუნოთ თუნდაც ამიტომ თქვენს ჯანმრთელობაზე. ანუ ამ ჩაკრას ამუშავებს ადამიანი და იხსნება ფულის, ასე ვთქვათ, ენერგიის კარი. პირველი ნაკადი რომ შემოვიდეს. ამ შემთხვევაში 12 ჩანს და ასე ვთქვათ, ზედმეტად ტვირთავდა ეს ადამიანი თავის ხელს, უდიერად ექცეოდა იმ ხრივ, რომ აი მსხვერპლად წირავდა, აი ფიზიკურ, ასე ვთქვათ, თავის ხელს მსხვერპლად შესწირა რაღაც მიზნებს, ან ვიღაცის მიზნებს. რას გულისხმობ ამაში, რომ აი ზედმეტი დატვირთვა ქონდა აშკარად ამ ადამიანს, ხო, რაღაცას ისეც აკეთებდა, ან ჯაფა იყო, ან რაღაცა სხვა, რომელიც აი როგორც შეგრძნება ქონდა, რომ ჩემი სხეული არის რაღაცა შეწირული, ანუ მისი ძალა, მისი ენერგია, მის სასიცოცხლო ენერგია, ეს ყველაფერი აი რაღაცა შესწირა. იმაზე მეც აკეთებდა, ვიდრე შეეძლო, მოკლედ რა ვთქვათ. მეორე წერტილი, რომელიც ჩაკრას არ გამოხატავს, ეს არის უბრალოდ ასე ვთქვათ, ხიდი სექსუალურ და ფესვ ჩაკრას შორის გვაჩვენებს, აი ეს კარი კი გაიღო, მაგრამ რა არის ბლოკი, რა აჩერებს ამ ფულის შემოდინებას და თქვენ გაგიკვირდებათ, ეხლა არის 6-იანი, რა შუაშიაო ესო ფულთანო, მაგრამ პირდაპირ ჩანს აქ, რომ ადამიანს თუ არ ეყარება საკუთარი თავი, არცემს პატივს თავის თავს, ხო? თვით შეფასება ექნება დაბალი, შეუჩერდება ფინანსები, ასევე მნიშვნელოვანია ძალიან ამ ადამიანისთვის სასიყვარულო თემა, პარტნიორული თემა და ეს უნდა ქონდეს დალაგებული და ეს პირდაპირ კავშირშია თვით სიყვარულთან, სხვათა შორის პარტნიორული თემები, ეს უნდა ქონდეს დალაგებული, რომ ფული წამოვიდეს კარგად. აი ესე მუშაობს სამყაროში ენერგეტიკები და მესამე
აი ეს არის ის ენერგია, ანუ რითი რა უნდა ვაკეთო, როგორ უნდა ვაკეთო, რომ შემოვიდეს უკვე. აი, ხო გაიღო, მერე გვაჩვენა, კარი გაიღო, მერე გვაჩვენებს ენერგია რა უნდა დავამუშაოთ, არ ჩაიკეტოს ეს კარები, არ მიიხუროს და აი ეს მესამე, ნარინჯისფერი ენერგია გვაჩვენებს უკვე რა, როგორ უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ფული, ეს კარი გაიღოს ფართოდ ღიად და შემოვიდეს დიდი დაკადი ენერგიისა. ამ შემთხვევაში არის 21 და აქ ჩანს, რომ ამ ადამიანს ან უნდა ქონდეს რაღაც ინტერნეტთან მუშაობა, ან უცხოელებთან, ან უცხოეთში, ან გლობალური თემები, ფართო, მოკლედ, ფართო მასშტაბიანი რაღაცა უნდა აკეთოს, ან შექმნას ისეთი რაღაცა, რითინაც აი ასე ვთქვათ, საზღვრებს გარეთაც დაინტერესდებიან, ყველასთვის საინტერესო იქნება, მნიშვნელოვანი იქნება და ეს წამოუღებს ფულის ნაკადს და აი ეს ზუსტად, რასაც ალბათ ყველა ხვდები დოლარის ნიშანი რო აქვს, რა ფინანსებზეა ლაპარაკი, მიგვანიშნებს იმას, რომ რა უნდა ვაკეთოთ, ან ვისთან უნდა ვაკეთოთ და ისევ 6-იანი ჩანს ამ შემთხვევაში და აქ შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი ან შეიძლება იყოს რაღაცა ესეთი სამსახიობო თემებში ხო, აი რაღაც ის პარტნიორული, სასცენო, სილამაზის თემები, ოღონდ სილამაზეში გულისხმობ, აი რაღაც დეკორაციები, მოწყობა, სადღესასწაულო გაფორმებები, ფოტოგრაფია შეიძლება იყოს, ან ასე ვთქვათ, წყვილებთან დაკავშირებული საქმიანობა, წყვილების ფსიქოლოგით შეიძლება იყოს და ასე შემდეგ, ეხლა არ შევდივარ ჩვენ ენერგიის განხილვაში, უბრალოდ მინდა აღვნიშნო ზონა და აი ეს წერტილი, რომელიც ნახეთ, აი სასიყვარულო ხვდებით ხო, გული სადაც არის, რომ სიყვარულზე გადავალთ, ეხლა ჩვენ სიყვარულზე ვისაუბრებთ, სადა ფულს შორის არის ძალიან საინტერესო. როდესაც ფინანსებს განვიხილავთ, აქ გვაჩვენებს, რომ აი უკვე რა შეგვიშლის ხელს კარიერაში, არა ფულის შემოსვლაში, არამედ უკვე საქმიანობაში, კარიერაში რა არის ბლოკები, ფულის აი ნახე, რა იქნება ასევე ბლოკი, ასე ვთქვათ და რის გათვალისწინება მომიწევს სასიყვარულო ურთიერთობასა და საქმიანობა ურთიერთობას შორის, რა იქნება ხიდი ან პირიქით ხელი შემშლელი, როგორ ასევე ნახეთ სასიყვარულო ხარიდან თუ შევხედავთ, აქ იქნება, აი ნახეთ ჩემ ფულს როგორ მოექცევა ჩემი პარტნიორი, როგორ აღიქვავს ჩემს საქმიანობას, როგორი დამოკიდებულება იქნება ჩემი საქმიანობისადმი და რა უნდა გავაკეთო ის, რომ ბალანსი დავიცვა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემს პროფესიას, კარიერასა და სიყვარულს ოჯახს შორის. რა თქმა უნდა, ხვდებით, რომ გული რა ხახატი აქვს, სასიყვარულო თემა არის და ძალიან ბევრი კონსულტანტს ძალიან უხეშად ეშლება, რბილად რო ვთქვათ, რომ ეს არის ის პარტნიორი, იდეალური პარტნიორი, რომელიც გინდა შენ და რაღაცა ესეთი მოვა. სინამდვილეში ესე არ არის ცხოვრებაში. ჩვენ გვინდა და ჩვენი პარტნიორი არის ის სამყაროდან, ვინც ჩვენ გვჭირდება და არა იდეალური, რომ იდეალური არის უკვე ჰარმონიული, ხო, რაღაცა ესეთი ზღაპრული ურთიერთობა და ტკბილი და კარგი, მაგრამ ესე არ არის ცხოვრებაში, როგორი პარტნიორი გვჭირდება ჩვენ. ეხლა მინდა რომ ცოტა განვასხვავოთ ეს რას ნიშნავს როგორი პარტნიორი მჭირდება და რას ნიშნავს იდეალური პარტნიორი. იდეალური პარტნიორი არის როგორზე ჩვენ ვოცნებობთ, გვინდა რომ კარგად ვიყოთ და ასე შემდეგ, მაგრამ გვჭირდება ის პარტნიორი, რომელიც დაგვამუშავებინებს ჩვენს კარმას. შეიძლება ეს პარტნიორი იყოს მტკივნეულიც, მწარეც, დამანგრეველიც, მაგრამ ეს გვჭირდება სამყაროდან, რომ გავიზარდოთ, ვისწავლოთ რაღაცეები. ცხადია, თუ ჩვენ ვერ ვისწავლეთ ნებისმიერი გამოწვევიდან, ხო, მე არასოდეს არ ვთვლი, რომ ნებისმიერი ნეგატიური მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში ეს არის დასჯა და ეს არის რაღაცა
ასე ვთქვათ, დასასრული და всё გავიწირეს, მოხდათ, ბორჩა დამთავრდა და რაღაცა საშინლად შევაფასო, ნებისმიერი კიდევ ერთხელ უსვავ, თუნდაც უახლოესი ადამიანის გარდაცვალებაც, ეს არის გამოწვევა სამყაროდან, რამდენად გავუძლებ მე სამყაროსადმი ნდობას, სიყვარულს და რამდენად მასწავლის მე და ამიყვანს უფრო მაღალ ენერგიებში და დავამუშავებ კარმას. ამიტომ აქ გვაჩვენებს რა არის ის პარტნიორი, როგორი არის ის პარტნიორი, რომელიც მჭირდება მე, ხო? აი ამ შემთხვევაში არის სამიანი მოცემული და ჩანს, რომ ამ ადამიანთან მოვა რბილი ხასიათის მამაკაცი თუ ხალი არის ეს ადამიანი, ვისაც განვიხილავთ, ოჯახზე მზრუნველი, ეს დადებით შემთხვევაში. ოჯახზე მზრუნველი, ძალიან ბავშვებზე მზრუნველი, რომელსაც ეყვარება ოჯახის წევრებთან დროის გატარება, იქნება რბილი ხასიათი, არ იქნება ესეთი რაღაცა უხეში და ჯგუფის თავი, არა, ძალიან მეგობრული, მზრუნველი, ასე ვთქვათ და ყველაზე პირველ ადგილას მისთვის იქნება მეუღლე და შვილები. თუ ეს იქნება ქალი, მაშინ იქნება ძალიან ლიდერული, ცხადია, ლიდერული თვისების მატარებელი, ძალიან კარგი დიასახლისი, ძალიან კარგი დედა, რომელიც ასევე ზრუნავს საკუთარ თავზე, საკუთარ სილამაზეზე, ყველაფერი იქნება ძალიან მოწესრიგებული, გალამაზებული და აი როგორც დედოფალი, ისეთი ქალი იქნება, აი რო იტყვიან იდეალური ქალია, სამიანები ესეთები არიან, აი რომელიც ყველაფერს აკეთებს და მაინც სულ ფორმაშია და სულ კარგად არის და კარგ ხასიათზე არის. ეს დადებით შემთხვევაში. ნუ ეხლა არ განვიხილავთ ჩვენ ისევ და ისევ ენერგიებს და აღარ წავალ მინუსში, როგორ შეიძლება მიიზიდოს და აი ეს უკვე მესამე წერტილი, რომელიც აი ხედავთ უკვე ხო, რომ აი ქვედა სამი წერტილის ბოლო წერტილი არის, ეს არის ურთიერთობის კარი, როგორ აეწყობა ან რატომ არ აეწყობა ურთიერთობა. თუ ეწყობა, დადებითია და როგორ აეწყობა დაინახავთ პარტნიორთან ურთიერთობას, თუ არ ეწყობა, ეს არის მიზეზი, რატომ ვერ აწყობთ პარტნიორთან ურთიერთობას. აი, როდესაც ადამიანი მოდის და გეუბნებათ კონსულტაციაზე, რომ აი მოდის, ხვდები, პაიმანზე მივდივარ, ვიწყებთ ურთიერთობას და იშლება ეს ურთიერთობა. აი, ზუსტად ეს წერტილი არის ანახავი, რატო არ ეწყობა, რა ხდება. და ასევე უნდა აუხსნა, ანუ მინუსში არის, რახან არ ეწყობა, პლუსში როგორ გადაიყვანოს ეს ენერგია და უკვე იცის ადამიანო აი ეს გზა, ის გასაღები ის ექნება, როგორ აწყოს ურთიერთობა პარტნიორებში. რაც შეეხება აი ამ ქვედა ყველაზე დაბლა-მყოფ ენერგიებს, ამას ქვია კარმის კუდი, ყველგან ესე მოიხსენიებენ, მაგრამ მე ვამბობ ხოლმე რომ კუდი შეიძლება იყოს ფუმფულად, ლამაზიც, საყვარელიც, მაგრამ ეს უფრო გავს შოლტს, დამწარე შოლტს, რომელიც კუდზე შეიძლება გაგიხიმოს რაღაცა სიამოვნოთ, მაგრამ აი შოლტი არის ძალიან მწარე, გარდაულად მწარე და თუ აი აქ და რა იყო ჩვენი ფიზიკური, ანუ ჩვენ სხეულს როგორ არ მოვეკეცით ხო, კარგად ეს კარმა, ჯანმრთელობის კარმა, აი აქ ჩანს ენერგეტიკულად რა გავაკეთეთ ცუდად, რა არის ის, რაც ვერ ვისწავლეთ წინა ცხოვრებებში. თუ აქ სამყარომ გვაჩვენა რა იყო ის, რაც საუკეთესოდ გავაკეთეთ, საუკეთესოდ ვისწავლეთ, ეს ენერგია აღარ გვჭირდება ჩვენ დასამუშავებლად, თუმცა მინდა ერთ რაღაცას გაუსვა ხაზი, რომ ადამიანებს ამ ცხოვრებაში არ მიიღოთ ესე, რომ აუცილებლად პლუსი აქვთ ეს, იმიტომ რომ ჩვენ რო ვიბადებით აბსოლუტურად ყველაფერი ეს ინფორმაცია გვავიწყდება, უბრალოდ უნდა გაიხსენოს ადამიანმა. შეიძლება ძალიან მინუსში ქონდეს, მაგრამ თუ გაიხსენა, აი უცებ ადის ხოლმე ეს პლუსი. უბრალოდ არ მიუდგეთ ესე, ზოგჯერ ესე ამბობენ და შეცდომაა, რომ ეს აუცილებლად პლუსი უნდა ქონდეს ადამიანს. არ არის ესე, პლუსი ქონდა წინა ცხოვრებაში, მაგრამ ამ ცხოვრებაში შეიძლება ვერც ამუშავებდეს და უნდა გაიხსენოს ეს და გამოაღვიძოს ეს ენერგია. ისევ დაუბრუნდეთ კარმას, ამ შემთხვევაში არის ის რა ვაკეთეთ ცუდად, რა არის ის სიმძიმე, რაც გამომყვა წინა ცხოვრებიდან და დააკვირდით, ეს არის ყველაზე მძიმე მართლაც შოლტი ენერგია, რომელიც ყველა ენერგიებს და განსაკუთრებით სასიყვარულო და ფინანსურ ენერგიებს ქაჩავს დაბლა მინუსში. აი ეს ბოლო წერტილი აჩვენებს ვინ ვიყავი მე წინა ცხოვრებაში, დიახ, ჩანს ბედის მატრიცაში ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ხოლო ეს ორი ენერგია
აჩვენებს როგორ ვექცეოდით ჩვენ ადამიანებს. ამ შემთხვევაში 18:9 არის და ჩანს რომ ეს ადამიანი იყოს ძალიან ძველი სული არის ძველთან ერთად ძალიან დიდი ბრძენი იყო ის სწავლული იყო აი ეს ადამიანიც ფლობდა საიდუმლო ინფორმაციებს ცოდნებს მაგრამ აი როგორ ვექცეოდი სხვებს ეს ცოდნა ჩაკეტა ეს ცოდნა დამალა შეიძლება წაიღოს საფლავშიც არ მოახმარა არ გამოამჟღავნა ჩათვალა რომ თვითონ იყო ის ერთადერთი ვისაც ეს უნდა ცოდნოდა და სხვა ამას ვერ გაიგებდა ვერ გაიაზრებდა არ იმსახურებდა და სხვადასხვა მიზეზების გამო არ გასცა ეს ცოდნა და ზუსტად ეს აქვს მინუსში წამოღებული და ცხადია როდესაც ჩემთან მოდის პირადად ჩემთან ეს ჩემი მიდგომა არის კონსულტაციაზე ადამიანი ვიწყებ ხოლმე აუცილებლად კარმის კუდიდან განხილვას იმიტომ რომ ეს არის უმძიმესი წერტილი კიდევ ერთხელ ვიტყვი და აბსოლუტურად ყველა ენერგიას ხაჩავს თუ ამ ენერგიიდან დაიწყებს ადამიანი დამუშავებას ხო ამ ენერგიების გაწმენდას ამ ენერგიების პლუსში გადაყვანას ამ კარმის დაწვას აბსოლუტურად ყველა საკითხი ხო რაც აქ არის გასაღები როგორც გითხარით ხო ამ 369 საიდუმლო რომელიც ყველაფერს ახდენს და ყველაფრის ახდენა უნდა რაც არის სიყვარული ურთიერთობები ქალებთან, კაცებთან, მშობლებთან, შვილებთან, საყვარელ ადამიანთან, ხო? ნებისმიერი სახის ურთიერთობა, სექსუალურობა, ჩვენი სექსუალური ურთიერთობები, დამოკიდებულებები, ჯანმრთელობა, ფინანსები, პროფესია, ჰობი, ხო, ჩვენი სულიერი მდგომარეობა, ყველაფერი ავტომატურად, ასე ვთქვათ, უკეთესდება. რაღაც პროცენტულად მაღლა იწევს ამ შედეგიანობა, ასე ვთქვათ, ხო? ამიტომ ყოველთვის ვიწყებ კარმის კუდით ხოლმე და საერთოდ არ მიყვარს მატრიცის დაჩეხვა, რაღაც ნაწილებად გაშიფრვა, მაგრამ აი ერთადერთი გამონაკლისია ეს კარმის კუდი, სადაც შეიძლება მხოლოდ ეს ინფორმაცია მივაწოდო ადამიანს, რომ ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი პირველი საფეხური, რომ ყველა სფეროში, მხოლოდ ამ ცოდნითაც კი ყველა სფეროში იგრძნობს საგრძნობლად გაუმჯობესება სიტუაციის. და რა მინდოდა მეთქვა, ხო, დარჩენილი რასაც დღეს არ შევეხებით, აი ხედავთ, რომ დაგვრჩა კიდე ეს ორი ხაზი, ეს არის უკვე მამის საგვარეულო ხაზი და დედის საგვარეულო ხაზი, რასაც დღეს არ შევეხებით ამ ვიდეოში. მე უბრალოდ შეგახსენებთ ჩემს საკონტაქტო ნომერს, ვისაც სურთ ჩემთან დაკავშირება. მე ვარ ნათიო შაი, გამოიწერეთ ეს არხი და ჩემი ნომერია 591233507, აქტიურია ვიბერზეც, WhatsApp-ზეც და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ქართული შრიფტით რეიქი მკურნალი. გემშვიდობებით შემდეგ ვიდეოდ.